მებერთელა სოფელში, რომელსაც თუნდაც აბრიანს დავარქნა. ყველა მწოდა ვინ არის ოთარან ქვრივი. სოფლის გზირისთვის რომ გეკითხნათ. ოთარან ქვრივის კარმი დამოში მზისა და წვიმის მეს არავის შეეძლო გავლა ქვრივის უნებურა. კაცი ვერ იტყვის ზულდათ თუ უყვარდა ოთარან ქვრივის სოფელში. შიშით ყველას ეშინოდა. ისე არავის გავიდა გვერდზე რომ არ დაეკინწლა თუ რამ თვალში არ მოუვიდოდა. ძნელად იქნებოდა ტკბილი სიტყვა ეთქვა ვისთვის. რას მითქვიან ტკბილი სიტყვა? თვალთ მაგწობაა დასვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუ გეშია. კაცს გულს მოფხანს. ხანა კი ქეცმა იცის. ნუ კაი ქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არის. სიტყვა სამურველი ხო არ არის. მოსაკიდებელი ჩანგალია რომ გული ხალიქეთ მისციოს. ხანათეთ. თორემ ობიცა ეკიდება როგორც კიდობანში დავიწყებულ პუპს. გული ადგილიდან უნდა მისძრა მოსძრა კაცმა თუ კაცის სიკეთეული. ის მაგნისტია გულის ფხანა. შვილები ფეხის გულზე ხელს ასმევინებდნენ რომ ძილი მოგვარო. გულის ფხანაც ეგ არის, ძილს მოგრის. ის კი არიციან რომ ამ წუთის სოფელს თუ ერთ ბეტო ხანს თავს მოუხუჭავ, ისე გაგთელავს როგორც დიდოელი ლეკიცა. არჩილი ახალი გადმოსული იყო რუსეთიდან. სწავლა იქ შეესრულებია. ვეღარც დედას მოუსწრო, ვეღარც მამას. ორივენი დახოცოდნენ. მარტო ერთი გასათხოვარი დაღაყვანდა და დაძმა ერთად ცხოვრობდნენ. გვარიან სახკარი და მამულები დარჩათ მამისაგან და იმავ სოფელში ჰქონდათ ბინა საცაო თარაფები იყო. სოფელი დიდად ემადლიერებოდა დაძმასა, კარგი ხალხიაო ყველა იმას იძახდა და ოთარან ქვრივსაც ზოგიერთი კარგი ახსოვდა ამ დაძმისაგან. პატივსაცემი დედაკაცია ეს ოთარან ქვრივი. ოთარან ქვის გულის მაგირად ქაუდასო იმასაც ამობენ სოფელში. მართლასია თუ არა? მოგიტდეს ეგო ხერიტარი. დაგიბრიყებია ჩემისა და სულელი დედაკაცები და ლუკპაკუს პირდალაკი. თავზე კი დაგაყარე მეხი, კეციან თავს. შეოხერო, რო აგიღია თავი და ეთრევი პურის სათხოვნელად. რა, ნამუსი აღარა გაქვს? ამ წუთის სოფელში ვისა აქვს ზედმეტი ლოქრო რომ შენ გაძლიოს. ვერა ხედავ გულ მკვდარო რომ ვინცტია ხელებზე ფეხსით გამს და დღის საჭურს ნიზღაშოულობს. რა ოთარან ქვრივი შენი დედა მამა თუ მართებს რამე რომ დედა დედა გაგიხმესეთ ხელფეხი მუტრუქტავს რად გინდა თუ გამოყენებაც არის. მოიტავს ხლაპიდი მეტრიაკა აი ხე ამოიწდა ჩაი მე ვარ ძიცი ვარ ვიცი შენ გაგაყარაღმე მადლო კარგად შეინახე შენ ძონძებში კარგად მადლო ეციანი ტაბში უკნარში რაო გემართა მაგისი თუ რა მაგის თავის მზემ ჩემ თავს ლუპას დავაკლებდი და მაგის კალამაში მიცემ იმ დროს როცა ჩვენს მოთხრობისას ოთარან ქვრივი შვილი გიორგი 21 წლის ბიჭი იყო ერთი ჯმუხი და ძარღვიანი ყმაწვილი კაცი დადგა ასეთი ხასიათი დასჩენდა გიორგის თავისი იყო თუ სხვისა თუ ცუდი რამ იყო გამოეკიდებოდა დედასავლეთ ამ ხასიათმა ბევრი ხიფათი შეამქვია მაგრამ არც თვითონ იშლიდა არც დედა უშლიდა ამას წინათ ერთი უცნაური და დაუჯერებელი ამბავი ჩაედგა გიორგი ტყეში ყოფილიყო ჭიგოს საჭრელად და ომარად მოჯამაგირე ენახა თურმე ურემი გამოუტანებია შეშისათვის ის კი ჩრდილში წამოწოლილიყო და ლაზათიანად ხვრინავდა ეს კიდევ არაფერი გამეჩები წნელით გამოება ურემზე
საცოდავი პირუტყა დიქა ურმის თოლთან ეყარნენ და ზარმაცად იცოხნებოდნენ ულაჯობით. აბეთ მობილო. აუში ეკამეჩები ცოდონიან. შენ რა ჩემი ფეხები გიდა? თითო რომ არ ვარგიხარ, შენი ფეხები ვისთვის რის მაგნისი. კამეჩები ცოდონი არიან მე. მე შენ რა გეპრიანება, ხა? ის მეპრიანება რომ არ ამია შენთვის ჯამათი. თქვა პატრონს ატყუებ და ატყუებ. ეპირუტმენს არ გენანება კაცო. ქრისტიანი არა ხარ? მაგათი ცოდომაი არა გწოვს რომ მიგიძვია საწოდავები წნელი ტურებზე და შიმშილით ფერდები ჩასწვიმია. მაშ არა და თავზე დავისვამდი. დაისვამდი მერძიმა ქეციან თავზე ბერსკი მოზოდნენ, აი. მერე ხედავ ტყეში ბალახი მუხლანდი. ფასი ხომ არ გაგივა, გაგეშო პირი მოეწყვებინა. გამეშო. გამეშო რა, მუხთა ფეხები მაგ ზებრაში მე სული ამოფხმეოდა. აი შეუნამუსო. აქაოდა არავინ ამ ხედავს, მუსის კუდი აგიხდია და ლაფში გადაგიგდია. შეხმერც რაღაცე უბნე. აქაოდა კამეჩი, აქაოდა კამეჩი პირუტყიო, შებრალება არ უნდა. მერე შე რა. ვისი ტიკიტომარა? შენი მოჭამაგრე ხო არა? ჩემი რომ იყო ცარიელი პურის ჭამის ფასადაც არ შეგინახავდი, მიდეთქი თორე. დამეხზე. შენა წერას ხო არ აუტანი ხარ? რატო ეგრე არ ახულებ თუ ზურგი არ აქავა? შენ გზაზე წადიმეთ თორე. თორე მე ვიცი ყურებზე ხახო არ დამაცა. ამ პირუტყების სოდაში რუსგები მეთქი თორე მე მოს ხო ხედავ. თუ კაცი ხარ და თიც დამაწე, მაშინ ნახავ შენსა. შენ არ ახურო, ფაი. წადი და სათა შენიც ბაი ჩემიც არ დაგავიწყდეს. აი ღმერთს კი ასა წაუხვალან პირუტყების ცოდვითა. ენა ნახავ შენსა. მაგისთან რამუსას პირუტყებისაგან ქვეყანა ადაგული. კაცი კაცს აღარ ანდობი. მაგის გამოისობით კარგ მოჯამაგირესაც სახელი აქვს გატეხილი. დიდი ხელგამართული ბიჭია ჩემი გიორგი. დიდი გამსჭერი, მაგრამ ხონებული მამამისი იცი. გულხიარული და გული არ არის არა. ის ხონებული, ისე შეეჭიდებოდა საქმეს, თითქოს ღრეობაში და წინშია. ესეც მისავით დაუზარელია. ხელმაგარი, ძალიან გამსჭერი, მაგრამ ძნელად თუ გახსნის წარსა და საქმეს შესწირს. სულ წარ შეკუნია და პირდაღურები. გიორგი, შინ შემოდი. ნამუშევარი ხარ, დედამიწა არ დაგცადოს ბიჭო. არა მიშავს რა დიდი. ცოტას კიდევ მამყოფიას. ძილის დროა შვილო. საცა ალიონი ამოვა. დიდი. ზოგჯერ ძილიც ძილი არ არის. რატო? გიორგი ბიჭო. არის ტყვი რა წაგეკიდა. დედა ვარ შვილო, დედა. რაღაც ნაღველი გაქვს და არ მეუბნები. არა დიდი ასე მიყვარს მთვარე აღამიშკი. ეს ორი წელიწადი არ დაგშემდა, რატომ წინათ არ იცოდი? განაგას სულებ ბუნებას. მაშინ ისე ვიყავ, ეხლა ესეო. რო იყო ძუძუსალწოვდი, დრო მოვიდა და გამომხარკუსავდა. ამით მითამრავო. ისა რომ ზოგი ჩემს გულშია ჩამაიყრა. ჩამიხედინა დედი. ჩამიხედინა და ვიცი რომ შიგ მარტო მეგიზიო. მაგაზი არ გეუბნები. იმ დღევანდელი ხოს. რა იმ დღევანდელი? აი შენო საბარავად წახდები. ვენახში. მე ჯერი ჩამოგიტანე. შენ გვერდი დაგემხვია ბარისტარზე და გაშტერებული ჩასწეროდი დედამიწასელ დანაკრავი. შენი ფიქრი სათქროდა რომ ვერ მიხდი რომ დედა შენი ჩამოგირი. განაერთხელ და ორჯერ მინახი ხარ. მუშაობ და უცებ გაიგნიდე. სადილ ვახშამზე ლუკმა პიში ჩაგიტევს. ყბას არ მოგიქნევია. განაბულ ხარ თითქოს ვიღაცამ წაგიღო, ტუტის პირას დაგაყენა და ხელის ყბას გიპირებსო. ეგეც დრომიცის დედი. სომარაფენა იქნება სხვამაც.
ჯადომაც იცი შვილო, ჯადომაც. ჯადო რა მოსატანია, დედი? შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობაო. შენგან გამიგონია. საცარას ჯობს, გაცლას ჯობს, კარგი სამამას საგანაო. აბა ისეს გაიგონე ჩემო კარგი. აბული სათნაი. ფიქრი. ფიქრი. დაკერთხელ გამოიყვანსა. ორის გუნდსა გავს. ისწვერველიდან ჩამოქანებს. რაც უფრო დიდ მანძილზე მიგორავს, უფრო იზრდება, უფრო დიდდება, უფრო მაგდება და თუ კაცმა არ შეაჩერა. ზვავად იქცევა და წალეკავს იქაურობას. ოთარავ ქვისაც ასე დაემართა. დაუგუნდავდა ფიქრი, სიყვარული. შვილი სიყვარულმა ხელი ჰკრა და გააგორა იმ მაღალ მთიდან, სადაც მხოლოდ ჭეშმარიტი დედაშვილი სიყვარული არსებობს. რა გაუძლებდა? ყოველგვარი სიყვარული დედაშვილურია თუ სხვა. მაინც ხილია და მშიშა. ჭირი უფრო ელანდება ვიდრე ხილი. გიორგი, რამ გახაშვილო? მე ისევ ქვეშაგებში მეგულებოდი. ძილი გამიგდა დედი. მოხელი თქვენ ძილმა თავისი არ იქნა და არ გამეწი. გიორგი, გამი- შენსაც არის შვილი. ას მიჩი დედი. რაღაც ნაღველი გაქვს ბიჭო. რაღაც ნაღველი. წუხელი შენმა ჯავრმა არ დამაძინა. მართლა და ძილს ლაპარაკობ. სულ იმას იდახოდი ღმერთო მისცემი. მე შვილო, ო შენ. მე ჯილში ლაპარაკი არ ვიცი. ეგრე კი იყო და მე ცხადშიაც არ მიყვარს ზედმეტი ღინტილი. ღვთისმოწყალე პულუბრალოა. მარა არის შვილო თუ უდროდროა. განაჩემს მეტი დარდი არ აქვს ღმერთს არ ენაცვალე იმის მაცემე. რასამ დედი? იმასაც ჩემო კარგო რომ ღმერთმა რომ დააჩინა ადამიანი უბრძანა წადი. შენ თავს ეხლა შენ მოუარეო. შენ იცი და შენ მაწუთი სოფელმა. რაც წაგეკიდო სულ შენი ბრალიო. მე ნურას დამაბრალებ, მე ხედიდან მიბანიაო. აი მე როცა ჩემთან ამოხვალ სულ სხვა არის. ადუღებულ კუფრის სხვაზე ბეთვის ხიდს გავაგებ. თუ კარგი ხარ გაგატარებს. მადლი ბეჭებში შეგიჯდება და გაგატარებს. კარგად არ ჩაუთხდებაო. ადლი მსუბუქია და ცოდონძინი. მარა არის შვილო. ეს ქვეყანა ოდვისა და მადლის შიგნია სხვა არაფერი. ცოდვას ზურგს აიკიდებს და ტყვიასავით მძიმეა. ზოგი მადლსა და ბუმბულსავით სუბუქია. შენთან ცოდვას რა ხელი აქვს? უცოდველი ვინ? ისეთისაგან ღმერთმა მიხსნა. მაშინ რას ჩახურულ ხარ და ჩაკეტილ ხარ შენ ზულში? დედა ვარ შვილო შენი. დედა არა უცხო. შემიბრალე და მაცოცხლე. გეტყვი დედიდან ნუ შემრიც. შენი უნებური საქმე მწადია. რიდი მქონდა შენი და ვერ გეუბნებოდი. წადილი კი ვერ მომიკალა, რამდენი ხანია ვეჭდები. რა არის შვილო მაგისთანავე? მოჩამაგირეთ მინდა დავდგე. გულში აღარ მიდგები. ეგრაც შვილო. შენი მამი შვილი და ბოგა და მოჩამაგირეობა. სიდან სადაო ბიჭო? ხომ საფლავში გადატრიალ მამაშენ სიკვდილისაგან. ამას ვშიშობდი დედი რომ გაწყენდი. მე მიბრალე ადამიანი. რა წაგეკიდა ბიჭო მაგისთანა? ვისთან აპირებ დგომასა? ერთადერთი სახლი. ანი განასახა.
ვისი სახლი ასეთი? გლეხისა თუ თავადისა? თავადის. აქ ჩვენში? ო, ჩვენში. აჩენს უნდა დაუდგე. დედაშვილობაში შენ ჩემობა რა არის? დედაშვილობაში ორი თვალი რა თუნდა იყოს? ან მე და დედას სხვასავით მაინც არ ქონოდა ორი თვალი, ან თუ აქვს რა თუ ჭრის ერთი თავისად, მეორე კი შვილისად. გული რათ იხედება გარეთ ორთავ თვალითა რათ? რატომ ერთი არ ებრმავის, როცა მეორე იყურება? ვინ ვისთვისაო? განასაკითხავია დედაშვილობაში. ვაი რომ საკითხავია. ვინც ჭიდილია დედაშვილობაში. არა შვილო, არა, შენ გაიხარე, შენ. მე კი ჩემისად მაყურებელ თვალს დავიბრმავე და შენისად მაყურებელი ბივლი დავიცოცხლებ შვილო. საღამოშვილების. აი გაგიმარჯოს ჩემო გიორგი. გასაი გიორგი. როგორ ახარ? როგორ არის შენი პატივცემული დედა? რა გიჩვენს? კარგად ავარცხოთ ის მომენტი. ნუ მიოცეთ კიდე. თქვენთან ყოფნა მწადია. მოდი და ნუ იოს. ვისთვის? როგორ გნებთ? კიდე მოჯამაგირეთ და გიგებით. კიდე მუქთად გემსახურებით. აი ეს არასამკაცო, შენი ოჯახის პატრონი და მოჯამაგირეთ გომა ვის გავგონი? ან შენ ვერ გაგიგია რა გინდა, ან მე არ მესმის რას ამბობ. მე კარგად ვიცი. თქვენ ახონდ ეგ წყალობა მიყავით. გულში აღარ მიდგებ. მე რა დედა შენი? დედა ჩემი. დედა ჩემსა სპინის კალბატონო. მაგრამ ვეღარ გაუტეხი. აბა ჩემო გიორგი, ჩვენ დედა შენს ვერ ვაწყენი. თქვენ ეს მითხარით, მამყოფებ თქვენთან თუ არა? დედა ჩემისა მე ვიცი. არა მიხილდება დედის ერთ თავს. მამყოფებს ორ სამხელი ჩემო გიორგი. დიდი სიხარული. შენი სანა სადუშვი განა არ გიცნო. დედა შენი მაღლონებს. მადლობელი. შევდავით ბრძანდებოდეთ. ამ დღეებში გიახლები. ვაიცა ჯამაგირი. კი იყოს და გინდა. ეგ არის. მაგის ყაბული არა, რომ მითხარი რამდენი მოგწე. რაც ავღირდე ის მომწ. მე შენს სამუზე დაგდებ რა. რაც უდით ამას უკი ეგ არის რომ ჩემი ნამუსტრო შენს გაიგებას არ გასწ. არა უშავს. რაც დამაკლოთ. ჰალალი იყოს თქვენზე. შევდავით ბრძანდებოდეთ. ეს რა ამბავია? რა ვიცი. უთუთ. ბული რამ დასჭირებიათ? რომ არა თხოვლობს? ჩვენ კი ბედი გვეწვია რომ ამისთანა კაცი ვიშოვეთ და ოთარან თქვის როგორ ქაჩებით აბიც. იმის უნებურად ნუ ვიქთ მაგასა. პატივსაცემი დედა კი ნუ ვაწენინე. შენც არ მომიგდე კესო დედის უნებურად მე გიორგის არშიც არ შემოუშვა, თუმცა კი ძვირფასი კაცია ჩვენთვის. დილას არ გაყოფნისა.
ნუ ნაცილდე ობზანდით ესო შაიმორთი ნაცილდე აი რაგები საქმეა თქვენ შეგეთ მე უმაგისოდაც გავწნებ როგორ კალო სხვა ხომშვიდობით აბრძანდები ვართ შენის ლოცვითა და კურთხევით მე ჩემთვის არ ვლოცულობ ღმერთი არ შევაწყვეტი და თქვენთვის აბა როგორ ვლოცებ აფრარა უშვა შენებურად რათა ენამ გულისა უნდა სთქვას ერუმარი რასაჭირო გრაზე დასტა ზოგჯერ თქმაც კარგია შენ რომ ჩემ ტაფაში დამძვარი ხარ შენ რომ ჩემი დღენი გამოგევლო შენ ცეკვი ლაპარაკი მეტი ლაპარაკი რასაჭიროა კაც ვარანი და ჭირია ლაპარაკებს ჭირი რომ არ იყოს ამ ქვეყანაზე კაცი ენასაც არ მოიდგამ ხინს რა ლაპარაკი და ძაღლს რომ უხარიან კუდის კნევითაც გეტყვის მე ვიცი თქვენ პატარა ხანს უკან ქვასაც ჩამოუღებთ ნაცილდე და საქმის დელეგაცია რა ემასლათ არა ნაცილდე არა რათა თქმაც კარგია ხანდა უნდა შენ ხომ მაგისთვის არ მოხვიდოდი ჩვენთან საქმე რამ გექნება მართალია უსაქმოდ არ მოსულა ძალიან ნაცილდე ჩემი ხმალი და ჩემი კისერი ჩემ გიორგის თქვენთან დგომა უნდა ვიცი ნაცილდე ვიცი და შენ მოგერიდე შენ სუნებურად ეგ საქმე არა ჩემი ნებაც არის ჩემი შვილი მე დამეკითხა მეწინა მაგრამ უარი არ ეგებოდა ცხენია კარგი ოჯახის შვილია კარგი მამიშა მომავალია თაკილობ მაგრამ ვიანღაუნი ვერ გავტეხე ვერაუხი რაც საქმეა იქნას რა კი ასია უარს მევეტ არა უარს მევეტ მე დედა ვარ და წამავალი ის შვილია და მომავალი მე მივდივარ ის მოდის იმისი დღენი გასავლელი მიდორია ჩემი მანძილი უბეგავდია მე ბოლოში ვარ ის თავში ვერავეფარები ვერა იმიტომ რა გაჭირვება თუ შენი საამური არ არის გაჭირვება რა სორმიდია იღბარია ჯერ დაუდუხარი მაჭარია და მუღმუღლებს დაუდუხარ მაჭარს არაფერი არ დაეხუნება თურქს გახეთქს თავის ნებაზე იყოს მე არ უშლი თუ თვითონ არის რა კი ასია ესე შეგინახავ შულს წერიც კი შენადო არა მაგას არ წავეხარგე ის ისეთი მამიშვილია რომ თვითონ არ შენახავს თავის თავს კარგი იყოს სასწრაფოდ არ გაეხადნა თავი მაგრამ რაც არის ახლა შენ რომ მარტო დარჩები მარტო რა დავჭი აბა ჩემ გულში მოიხდე რამდენი ბარხები მისცი გაჭირასაც მეფის და წინშე საკი ნაცილდე და მიხოული არის მოხელს რასტა სანამ ადამიანს ხელფეხი ერჩის მარტო არ არის საქმეა ყველა მხარადი მარტო ხელისა თუნდაც სოფელი ვისაცვის მარტოობასა მარტონი თქვენის თანა მარტონი თქვენ ახალ მართალი გინდოდა და ეგეც მართალი ნაცილდე და სიტყვას მარტო ეკლა და ხმარობს როგორ გონია კითხა არჩილმა რუსული წმინდა ხედული მხილებაა თუ წმინდა უხედავი კაბინეტი შენ მართალი ხარ უპასუხად ამ რუსულად ერთი ჭკუა მიცის და შესაწყნარებელია მეორე ურცხობამ და საწყენი მე პირველი მგონია ძენი დედაკაცი ხარ და ძენი იმ დღეს როცა გიორგიმ დააპირა არჩილიანთა წასვლა მოჯამაგირე დასადგომ ისეთი მხიარული სახე ჰქონდა რომ მოთარან ფულმა სიამოვნებით თქვა ძლივ შური გახსნილი არ ვნახე ეს სიამოვნებით თქვა დედი ეს ამბავი
ხანთასი კითხო მარ მისტუმრე გამოდენა ბარგი ბარხანას თან მატან, ჰა? არა, შვილო. უამისობაც არ შეიძლება. დეიცოდნენ რომ ოჯახის შვილი ხარ და არა ვიღაც მოგანაეული. დეიცოდნენ რომ ოჯახიდან მიდიხარ და არა ოჯახობიდან. განა არიციან რომ? არა. ჯობიან თვალით ნანა რაც გაგონილი აქვს. აწყურით გაუგონიათ თვალითაც ნახო. სასაცილო თამიგდებს დედი მთელი სოფელი ეგრე ბარ გაკიდებული რომა. თავსი ცივი. კაცი არ მომდარა მალისაგან. კაცმა რომ უწკიროს ამ სულელების ღრეჭვას საწავა. მეტის მეტია დედი ამოდენა ბარგი. თითქო ქალი იყო და მათხოვი. ქალი რო იყო შვილო. ასე ადვილად არ გამიფრინდებოდი ხელიდან. როგორ? წნილად შემინახავდი თუ? არა შვილო. მაგას არ ვამბობ. მაგრამ ქალი ვიდრე გათხოვდებოდეს დასაფრენი ბღარკია. ღვთას ქვეშუზის დედასა. ნება შენი იყოს დედი. ამ ბარგი ბარხანით მივიღო. უკან არც მოიხედა. ჩემგან მიდის თითქოს ძაფიც არ ჭერს. სხვაგან მიდის თითქოს თორკით ეწევიან. ჩემგან მიდის და პატარა დაღვერიც უკან არ ჭერს. განა აქ არაფერი არ და სხვაგან მიდის და სიხარული მხოლოდ წინა ხედვინებს. განა ყველაფერი იქ არის. სულ ყველაფერი. გიორგი მოჩამოდიერდა. პირველსავე დღეს არჩევა ვენახში წაიყვანა გიორგი. არჩილი ახალ ვენახს აშენებდა და ვისა ჩადრენის ბიზნესავი უჯრა დაიყო და ისე მოერგებინა ვაზი. ემწკრივად და ალაზე. ძალიან კი მოსწონდა არჩილს ესე უჯრა ჩარიგებული ვაზი. როგორ მოწონს გიორგი? კეთილი გიდაკედა გიდაიქნა. სულ არ სადამწკრივზია ჩარიგება. ეგრე ჩარიგება ვაზისა კარგია, მზედანიავი თანაბრად დაუღლის ყველა. ამას წინათ გავიგე რომ კახეთში ეგრე უკეთებია ვენახი ერთ თავადიშვილს. წავედი და ვნახე და მომე. საკეთებლადაც უფრო სამხურვა, კარგია ეგ. ეს ერთი კაცი არ ნახია სოფელში რომ მომიწონდა ნაკეთები. აი ნაკეთებს კი ვერც მე მომიწონდა. რატო ბიჭო? იმიტომ რომ მე ფერდობი. აი შენ ჩემოთო. შენ არ ეკცოდე რა ჩემი. ბიჭო და საქმეც ის არის რომ ფერდობია და მზის გული ფერდობიც. განა მაგას გიწუნებ, მზის გულ ფერდობს რა ჯობია ვენახისათვის. აბა რა საქმე? იმას რომ აი ჩვენში ხომ ნამი არ იცის როგორც კახეთში და მშრალი მიწაცა. ჩვენში ვას წვაუნდა. რაც არ უნდა მაგრად იდგეს კაცი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოახვედროს. წყალი თორე ვაზი ვერ მოიხდა. პირველში ხომ კარგად წყალს მოინდომებს და მოინდომებს, მინამ ხაიხეი. მე რა გინდა როს? მე ისა რომ ეგრე სისტრი ვაზი რომ ჩაგიყრია ამ ფრის გარდი გაგმო. როგორ გამოატარე ვენახის წყალს? წყალი არ მოხვერი. ესე იგი შენი საზრით ლარი აღმადაღმით უნდა დამეჭრა. თავფესაკებო ზემო და ქვევით ედინა წყალს. წყალი მაშინ რა თქმა უნდა კარგად იმდიდა, მაგრამ არც ეგრე ვარ. აი წყალი რუისა თუ მიამრისა, მაღლიდან დაკანებული, ზემოდან სულ ფემო ჩამოიტანდა მიწას. ჩარეცხდა ვენახირის ვას სულ ძირს გამოუხდა. მა როგორ გაუნდა ყოფილი? ეგრევ, მაგრამ ლარის სწორზე კი არ უნდა წაგებ. ცოტა გეზად უნდა დაგეჭირა, რომ წყალს საკმარისი თავთაქვე ქონოდა და მიწაც ზემოდან ფემოთ არეზე. და მაგას რა დიდი ამბავი უნდა, თუ გინდა ეხლა მოვუგდებ და მაშინაც არ გამოჩნდება. საჭირო არ არის. მართალი ხარჯი. და კარგია რომ დროზე ჩემომისარ მინდა მოიჭრა ჩამქრია და გასწორება ადვილეთ რომ შენი მტერი. აქაურ გლეხკაცობა სიცილადაც არ უყოფოდი თუ ხარჯსაც აღარ შევშინებოდი. ეგ რა მოხსნი? ის ჩემო კარგო. რაც თავმოწონებულ არ ცუდნას მოსდის ხოლმე ყოველთვის. ამავე კითხავ წიგნებიდან რაღაცას და გონია ქვეყნის ღერს ეს ის არის ხელი ჩავავლეთ. ფაქტად უწიგნოდაც ბევრი რამ არის დასავლე მეცაც ხოდია. ჩვენ კი აღარც იქით ვიხედებით აღარც აქ. აქ ერთხელ წიგნი ხელში ავიღეთ, თითქოს ჭკუა თუ არ წინგში სხვაგან აღარც დადაფიქრე. შენა და წიგნების ეგრე აბუჩა თაგდება? მე წიგნებს კი არა, ჩემს თავს ვიგდებ აბუჩა. არც უწიგნობა ვარ და არც მარტო წიგნებიდან გამოხვა.
უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უციგნოთ ხაფუჩქვეც ვიგულოთ. ჩვენ თაკილობ დაარაგჯერა რომ ყველა გონიერი კაცი იგივ ციგნია. ყველა გონიერი კაცი თუნდაც უციგნო ზოგჯერ მციგნობარისთვისაც კი ოსტატია. ეს ტყუილი თაკილი ტყუილმა ბრძნობა მიცის. და უვიცობის ცუდმეტიდობა. ესო რას გიტყვიცი? აი მო სახლისი რომ პავლების ბაღის გაკეთებას აპირებ, გიორგისაც დაეკითხე ხოლმე, ა? მე მგონი ზლოტი გერმანელი მეყარი საერთოდ გავაგდოთ გიორგის ჩავაბაროთ. ორი გვარი ხდება ჭკუაგონებიანი ბიჭია შენ ერთი ანიშნე და იმედი მაქვს მიგიხდება სადა რა როგორ გაგიკეთო. ძალიან კარგი. ოღონდ ეს არის რომ ჯერ ყველაფერი ქაღალდზეა გამოხაზული. დავაი თუ ვერა გავაგრა. შენ ერთი ანიშნე და მივხვდებით გაიგებს რას მე თუ არა. აბა აქ მოგიოდი. ერთი ეს ნახაზი უნდა გაჩვენო. რა სიბუზები ახლად მოყვანილ პატარძასა. ფეხი გადმოდგი. ნუ გეშინია. არ შეგჭა. დაგემართ ადამიანი. არაფერი შენი ჭირიმე. რაღაცა ხათაბალა გადამეკიდა. თვალები ამება. რეტი დამესრა დავხედა და ვერც ვერ ამესმის. ოღონდ ეხლა დამითხოვე შენი ღმერთის გულისათვის. ხო, კარგი. წადი. გულში დილე მოუვიდა თუ რა ამბავია. პეტრე! ჰაი პეტრე! ბაღისაკენ გადახრილია ეთავის სათივისა გვერდულად აკალ დარიორებს. გასწორი ამ დრისყას დაიგუბებს და გაბუჭდება. მართალი ხარ. პეტრე! პეტრე! მართალ სამოს გიორგი თავი არ ეთმისგან. ჰაგი ღმერთი არ გამძღრომია. გასწორება უნდა. ის გულისათვის გიორგი, მოდი ამამეშველე. მე მარტო მაგას დღეს ვერ მოვასწრებ და საქმის სახვალიო დაგდება კი მეზარება. მე ფეხისად მოვიკიდო თორმა კაცმა მაგვიწროს. შენი ღმერთის გულისათვის უარს ნუმეთვი მამაშვილობასა მე დაღლილი ვარ. შენ დასვენებული ხარ. აბა თუ ბიჭი ხარ, მადლს იზამ და მარილსაც მოაღრი. იცი კი დადგმათივის. ხელობა რა არის ქალბატონო? ამბობენ მაგას წოდნა უნდა. განსად გავიზარდე რომ? მაშაბა ეს გულკიდას მოვედანი. გიორგი მეს უკანასკნელი სიტყვები ვეღარ გაიგონა. მაშინ მე ავარ და ურემზე და ორთითით მოიწვინა თივაზე სარტყელსავით ჩამოკიდებული წნელი და თვალის დახამხამების უმალ სათივე ზედ თავზედ მოექცა. ცეცხლია დალოცვილიშვილი. მართლა კარგი რა. კარგიო. ბადალი არ ახავს სოფელში, ბადალი. პეტრე, აბერტი შენებურა დაუარე სიმბლი პარკაჭა მოყვარცხლილია თუ არა? კარგია. არა ერთხელ კიდევ დაუარე რა. კარგია, მაგას სხვა აღარ უნდა რა. გიორგიმ წაალო ხელი წნევს. ფეხები თივას მიაბჯინა. დაშიმა წნელი და დაიწყო ჩამოცოცვა სათივიდან. შუამდე მოვიდა თუ არა? უეცრად გაუწდა წნელი. გიორგი. გაღმა გადმოქცეული წამოვიდა მაღლიდან. და ურვის ჭალს ზედ დაეგო ზუგიდან. ჭალმა ვეღარ გაუძლო გადაწყდა, მაგრამ ზურგი ძვალი კი შეურია. ახთის რომა. ღმერთო, რა შეგწოდე რომ მე გამხადე საბათი. არჩინო მაშინე თავის ოთახში აატანინა, გიორდა თავის მოგიზე დააწვენინა. მაშინე კაცი აფრინდა სოფელში მკურნალის მოსაყვანად. უილი წვალება გაიქნება უბედურისა. ჯობია უწვალებლად მოსული. დიდი საქმეა დილამდე თუ გაადანა. შიგანური სულ შეგრეული აქვს უბედურს. ცოდო არ არის სამისთანა ბიჭი მოგდეს. აი რომ ცოდოა. მაგისი წერა ეგაყოფილა. მე არ გიწოდები ჩემო სოციალურ მასთანა უბედურება დატრიალდა ჩემს ოჯახში. ოღონდაც ბატონო, ოღონდაც. ვაი მაგის დედის ბრატ. ესო. ნუ შევატყობინებ დედას. როგორ თუ ნუ მოუკალი დარწკი ვატყობინებთ რომ სულ მოგდას მაინც მოუსწროს.
სული დედის კალთაში მაინც დალი. მე აღარ ამესმის რა. ამ სოდობამ გამაშტერ აღარ ჭკუამერჩი საღარ ხელფეხი. დაბნეული ვარ. გაგზავნეთ დედასთან ვინმე. განასაკილადაც გახდა საქმე. ვაიმე, გიორგი შვილო. აბა შემომხედე შეძლედასა. რა მოგიიდა შვილო? ვაშტაც რა მწია ისე რომ დედისათვის ხელს ვერ ახელ. თქმა უნდა და ილაჯი აღარ აქვს. წყალი. დედის ერთა მამის ობოლო. აბა ერთი ხმაგამე. აბა ერთი მოუხედე. ხედავ დედი. ამანგელოს. ეგი უჩემი ბედისწერა. არა უნანო დედი. არა. აი ნეტავი ერთი შენ კალთას მამთხოვინა და ისე მომგო. ხედავ დედი. ცოცხალი მაგის ღიმს ვერ ვეღის. დები და მაგისი ცრემლი ზედ დამდის. ესეც მეყოფა თან წასატანო ხენად. არა უნანო დედი. არა. მივდივარ და თან მიმაქვს მაგის ცრემლით განედლებული სიხარული. იქ ვახეირებ, იქ. ნოიწუხ დედი. შენგან გამიგონია. რასაც არ აეშველება რა კაცი არ უნდა ეთრევინოსო. აჩი. ნუ მიცა. ნუ ჩენ. განა არ ვიცოდი მე ვინ და შენ ვინ. სად მოგწუდებოდი ცაში ვარსკვლავს. გული გწუდებოდა გული. ხელი კი ვეხარ. ხაცავით გლოცულობდი. ცეცავით დამნათობდი. არც კი იცოდი ვის ატყო. ვის ალხენ, ვის აცოცხლ? ვინ ამ ცოცხალი ვიყავ? გაგიდით. სხვანად. ვერიდებოდა. მეშინოდ. დები და გეუბნები. დას რაღა მომეკითხე. დარი ყველა თანაბარი. მე მარკო მომყოფე ჩემ დარფულთა და მიარა მიშასრა. ვაი. არა მიშასრა. ჩემი გიორგი აღარა ვყავს. მე დავიდან გიორგი კი აღარა ვყავს. მომიგდე შვილო. სამიხველ შვილო. შენი დასამახავი ვიყავი და მე უნდა დაგმარხო შვილო. შენი დასატირანი ვიყავი და მე უნდა დაგიტირო. ამ ხელებმა გაგზარდა, ამავე ხელებმა უნდა მიწა დაგახარო შვილო. ვაი, შენი ცოდო, ვაი.
შესაძლებლობას ვერ გაუწე და ტირილი მომეჩინე. არც მე მინდოდა. ტირილი წამსხდა და ზროხასავი ბრავის მოგევეს ოხერტიერის. მარტო შენ ეცოდე. თქვი უცხო სახლია, ესეც ადამიანია. წყალს მაინც მივაწვდი მეთქი. აგიმა სოსიალა. სოსი. სოსია თუ გამონდება კარგი. თუ არა მაინც ღმერთმა გიხსნას. თუ შვილის მერმეთ კიდევ რამ სახეინ დაგჩენია ამ წუთი სოფელში. დაუჩინა სიტული მოდი განა ხენა ალის დახე სტირი სიყვარული ძნელია კაიგებდი ერთმანეთი ხვარებიათ საწყალი სრემსახმალავს თითქოს სცხვენიანო კაცი მოიდრე და ქვეყანას ამიტუბამენ თვალსა. არჩილ, გაიგერა და გწამეს. ნუ გიგვირს. რატომ არ უნდა მიკვირდეს? საკვირველიც იქნებოდა ეგრე. ისინი თავისუფლად მართალნი არიან. ჩვენ შუა ხიდია ჩატეხი. ისინი იქთან აპირას დარჩნენ ჩვენ აქ. შორის შორსა ვარ და თვალი ერთმანეთისათვის ვეღარ მიგვიწვდენია თვალი მართალი და უტყუარი. მაშმადლი მადლად. კეთილად აღარ და გადიოდეს იმათში. ჩვენი მადლი, ჩვენი კეთილი არასწამთ. არასჩენ. ჩვენ მინდა ისინი ვინ? ორი სხვადასხვა ქვეყანა. იმაჭირსა და ლხინს სალკე ღობიაკრია ჩვენსა სალკე. გული ერთმანეთისათვის ვეღარ მიგვიკარებია, ვეღარ მიგვიხვედრებია და რად უნდა გიკვირდეს რომ ერთმანეთის აღარა გვესმის რა. გული ქვეყანაზე დაღარ არის. მოკვდა. გამოეცალა ადამიანი. გული დაკრუებული. დამუნჯებულია თითქოს იმათაც და ჩვენც მოკვდომოდის. კავდალეხი ყოველთვის მართალი უნდა იყოს. მე გლეხკას გუშინელ ბავშვს კი არ შევხარე ანგელზეა. მე სინჯავ. ჩხრიკავ და დავტირი ჩემ დაკარგულ ნახევარს. ის ჩემგან მოკვეთილი ნახევარია მე იმისგან. ლეხი უწმინდურია მარტო თავისი ტყაპუჭით კი არა, ზოგჯერ თავის გულითაც. მაგრამ ჩვენ კი უკეთესნი ვართ. ამ წმინდა და უმჭორო თოლსავით სპეტაკს პერანგს ქვეშ განა ჩვენ იმაზეთ მეტი ვართ. ისინი ეცოდებიან. ჩემი თავი კი მეზისხება და ძაკს. ჩვენ რაცა ვართ გაკეთებულნი ვართ, ისინი შექმნილა. ჩვენ გაბლანდულნი ვართ, ისინი კი გვირისტად შეკერილნი, იმ გვირისტით, რომელიც მარტო ბუნება მიცის. და ბუნება ხომ იცი რა უსტატი. ისინი ჩაკერულნი არიან, ჩვენ დონდლონი, ბუნდენი. აბა ერთი მათ სიმღერას უყური. ერთი გრძელი კვნესაა და მაინც სიმღერას ეძახი. ჩვენი სიმღერა კვნესა არ არის და მაინც ლხენა ვერ დაგვირქმევ. იმათი ცოცხალი ნახევარი ავა თუ კარგად მაინც საქმობს და ჩვენი კი უქმია. საქმია. სიცოცხლე. ეს არის იმათი კარგი და ამითი გჯობიანი სიმჭრე. გლეხკაცისთანა ხარფს. გლეხკაცისთანა გაუტანეს. გლეხკაცისთანა შეუბრალებელს და უმადურს. ძნელად უნახავს სადმე. მაშინაც კი როცა თავის მოძმე გლეხს ვიწროში მოატანს. დაარჩობს. მიწასთან გაასწორებს. სხვას ვიღას შეიძლება. ჯერამ თითოეულა ეგეები მეც მინახავს. მაგრამ ცხოვრება მაინც იმათში. ეგ რაცა თქვი ეს ჭუჭყია. კაფეა. კაფეა მდუღარე ცხოვრებისა თავზეთ მოგდებული ძირში კი წმინდა. ადამიანებით ისინი ჩვენზე დუარესნი არიან. რაც დავს იმისთანა კაცურკაც როგორც გიორგი იყო. ან იმისთანა დედაკაც როგორც ოთარაა თქვივია. ჩვენ ხედვა და სმენა და ცუღონონი ვართ და იქ კი რამოდენა ღონე ყოფილა შექმნისა. მე დღესაც ვერ გამომიკვევია რა მოგოჩვენა გიორგის სახით. ნუ არ მომაგონებ. მე ჩემი მემართება როცა ის უბედური მაგონდება. გიორგის შეიხავდი. არა.
მეც ასე მოიქცეოდი, გამოდის რომ თუ არ გვარი არ მიყვარდა და იმიტომ. არ გიყვარდა იმავ მიზეზით, რა მიზეზითაც არ შეირთავდი. გლეხკაცი იყო. აბერტი გიორგის ამავე წიგნში ამოგვეკითხნა რა ბრტყელ ლაპარაკს მოვყვებოდით მე და შენ. სიყვარული ბრძანებით არ მოდის და რა ვქნა. თავის თავად უნდა მოსულიყო რომ მარტული არ დახვერო და გვარიშვილობი 9 კეტი დაკეტილი. აბერტი შენი ტოლი კაცი ყოფილიყო, ვინც იქნე ბრძანებასაც გაეჭა. სიყვარულს ხომ მაინც მიუხვდებოდი, თუნდაც ნაპრალი მადლი გიორგის არას სხებოდა შენ ვერც კი მიუხვდე. იმან კი წოდა და არა შიოდა. არა მანობო. არა. მოკვდა და ეს უწყინარი სიტყვები ჩვენ დაგვიგდო ჩვენი სწავლის დასაკითხად. დილის 6 საათი შესრულდა თუ არა. იმ სასტუმროს კარების წინ, რომელშიც მე წინაღამეს ჩამოვხდი. პირდაუბანელმა და თმადაუარცხნელმა ямშიკმა ფოშტის პოლოსკა მოაბენა. ეს იყო ვლადიკავკაზი. დილის 6 საათი შესრულდა თუ არა. იმ სასტუმროს კარების წინ, რომელშიც მე წინაღამეს ჩამოვხდი. პირდაუბანელმა და თმადაუარცხნელმა ямშიკმა ფოშტის პოლოსკა მოაბენა. ეს იყო ვლადიკავკაზი. საგვირველია რუსის მხატვრების სურათზე რა ლამაზარის ხოლმე გამოხატული ამ სქელკისერა ямშიკის ბრიყვი სახე. ისი მიდუნმოდუნებული ზლაზნა და უადამიანო და პირუტყული მიხრა მოხდა. რამოდენადაც სურათია კარგი, ორი მოდენად ნამდვილია საძაგერი. მაგრამ ნათქვამია, едым отчувство нам сладкий приятель. Ყვამლის სიტყვებს არ მოგახსენოდა. სიამოვნებისაკი ამას გეტყვით, რომ ყვამლი ფრიად სასიამოვნოა. პირველი იმისათვის, რომ ყვამლი თვალს ეფარება და მართლწვრეთას უშლის. მეორე იმისათვის, რომ ყვამლი ხშირად თვალიდან წრემს ბაყრევნებს ხოლმე. ო, მამულის ყვამლო, მართლაც და თბილი და სასიამოვნო ხარ. ისაგვიბამ ხოლმე თვალებს, რომ ჩვენ საკუთარ უბედურებასაც ვეღარ ავხედავთ. როცა ვიბარგე ოსკაში ჩაჭექდა ირის ჩემის ქვეყნისაკენ მქენი. თერგის ხიდის ეგად მოვიარე, რომ არაფერს თუ წყალი დამელიოს თვალით არ ამიხილებია, მეშინო და თერგდალეულობა არ დამწამონმეთქი. თერგდალეულები ჩვენს ქართულ კაცს როგორღაც არ ეჭაშნიკება და არ მოსწონს. პირველი იმისათვის, რომ თერგდალეულები მართლაც და თერგდალეულები არიან. მეორე იმისათვის, რომ თორედაც თერგდალეულები არიან. აი მესამე კი იმისათვის, რომ
მესამე და სტენდალეულები არიან. მოდით არის ნაჭიანური საბუთი, სხვა საბუთით დაურღვიეთ ჩვენს დარღვეულ ქართველობას. სოფელო, რაში გახ. რაკი ჩვენი ქვეყნის სიომ დამკრა. გულმა სულ სხვა რიგად დამიწყო. ოთხი წელი იყო, რაც მე რუსეთში ვიყავი და ჩემი ქვეყანა 4 წელიწადი. იცი კი მკითხე, რომ ეგ წელიწადი და 4 წელიწადია. პირველი რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებდა. მე 4 წელიწადი ცხოვრების საძირკველი, ცხოვრების საროსათარი. ერის ხილია სიმდელესა და სიმდელეს შუა ფერისაგან გადაგული, მაგრამ ყველასაც კი არა. მაგრამ ვინც რუსეთში წასულა, რათა ჩუალარჯიშოს. ვინდა გონებას მოძრაობა მისცეს ფეხიან მებს. ეგ 4 წელიწადია, რომელიც მათთვის მისცა და გულში გამოყვანდა ხოლმე ცხოვრების პირსა. ეკვირდიკების პირია, რომლიდანაც ჩვენი და წინრემ თევანით გამო და დაფუძე. ზუსტად 4 წელიწადო. მე დავიმას ის შენგან გადებული ბეჭდის ხიდი ერთა ქვეშ ჩასდომი. ვინას ის რეგიონად მოგიხმა. როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე ვიქი. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე. ვინ იცის, იქნება ჩემმა ქვეყანამ ზურგით შემაქციოს, როგორც უცხო ნიადაგზე გადაგულსა და იქნება ზურგით არ შემაქციოს, რადგანაც ჩემში მაინცა და მაინც ჩემი ქვეყნის დროიდაა დადებული. მაგრამ მაშინ რა ვქნა, რომ ჩემმა ქვეყანამ ამიყოლოს და მიამბოს თავისი დარდი, წუხილი მხიარულება, იმედი თუ იმედობა და მე კი მისენას გადაჩვეულმა ვერ გავიგონდიან მისი სიტყვა. იქნება მიმიღოს კიდეც, როგორც თავისი შვილი მკერდზედაც მიმიკრას და ხარბად დამიგდოს ხული. მაგრამ მე შევძლებ, რომ მას ღვიძლის სიტყვა უთხრა და იმ სიტყვით დაღდომილს აღდგომის იმედი მოგფინო. ნუგეშოს ნუგეში ვცემ, ტირავს როლი მოწმინდო, მუშაკშრომა გაუადვილო, იმ სიტყვით ვასმინო. რომ არის ავარი ქვეყნები ჩვენზე უფრო უბედურად ჩოგდნი, მაგრამ უფრო ბედნიერად ცხოვრობ. და ის თითეული ნაბეღალი, რომელიც შეიძლება ყოველს კაც შერჟოლავდეს, ერთად შევიგრო, შევიძლებ კი. შევიძლებ გასაგების სიტყვას. გადავწყვიტე, რომ ჩემი ქვეყანა მიმიღებს და მე მითვისაც კიდეც, იმიტომ რომ იმისი სიცხე და ხორცია. იმის სიტყვასაც გავიგებ. იმიტომ რომ მამულის სიტყვას, მამული შვილი გულს უგდებს. განამარტო გულითა. გულითაცა, რომლისთვისაც დუმილიც გასაგონია. ჩემს სიტყვასაც გავაგებინებ, იმიტომ რომ შვილის სიტყვა მშობელს ყოველთვის ესმის. მაგრამ ამას სულ სიტყვარად ვლაპარაკობ. საქმე კი საქმეშია. შენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგთხოვოს, მაშინ რა საით? მართლა და რა უნდა ვქნა? შაი უნდა მიირთო. შაიო? სამოვარი ამისთვის რომ ბრძანებ? შუა დღე იყო ლასტის სტანციაში რომ მოვედი, შევედი სტანციის სარე ოთახში, ჩაის დარევა მინდოდა და ამიტომ სამოვის დაკვრა დაუკეთე. ნება მიგოძეთ, მითხრა მან რუსულად გადაცნოთ ჩემი თავი. მიახლოვართ მატპარუჩიკი ელ, აქ ვარში ვგევარ როტამავარია. ძალიან მოხარული ვარ. საიდან მოგბრძანდებით? პეტერბურგიდან. პეტერბურგიდან? რიაცია მოუნოა. ამ უდაბურსა და ვერანა ადგილას ერთი აქცია რომ აქვს, რომ შევხვდები ხოლმე მგზავს განათლებული ქვეყნიდან. კაცი, რომელიც გონებითაც ცხოვრობს, მოვალეა ღვთისა და ქვეყნის წინაშე, შევხვდეს განათლებულ კაცსა ბაზოთ, გონების გასაფიქრებლად. ფრიად მოხარული ვარ, ბასი ჭკუის საზრდოა. მითხრა და კიდევ გამომიწოდა ხელი. მე ხელ ხელი ჩამოვარჩი. თქვენ ვინ აღზარდებით? მე გახლავართ ერთის სომხის სოვდაგრის დახლიდარი. დახლიდარიო? დიახ. საიდან მობრძანდებით? პეტერბურგიდან. პეტერბურგიდან მობრძანდებით. პეტერბურგიდან მობრძანდებით. აგიგი პეტერბურგიდან. კენდალაკია დიდი ქალაქი, არაგავს თქვენ ციტითა.
ქალაქია. აბა რა ქალაქია თქვი ქალაქი. ერთი თავიდან მოხდის ბოლოს დაეცემა და პეტერბურგი კი. არა თქვენ გინახავთ პეტერბურგი. რუსეთის გულია. მართალია კანდისინ მთელი რუსეთი ფიქრობდა რომ მისი გული მოსკოვია, მაგრამ მთელს რუსეთს მე გაუფამდა ეს ფრუ და უგუნური აზრი. მე წერალი გახლავარ. ხო, მის მობდეთ ეგრე მიყურებთ. მე დავაფიქრე რომ პეტერბურგია მთელი რუსეთის გული. იზლერის ბაღი თუ ნახავთ. ურიდი დაუგდე ამ აფიცერს და გუნებაში ფიქრობდი, ხომ არ გაგიჟებულა მეთქი, მაგრამ გარდამ გადარეული სლაგისა სხვა არაფერი შევა. იზლერის ბაღი გინახავთ თუ არა? პეტერბურგის გულობა რით დამტკიცე. არა, ჯერ თქვენ მითხარით იზლერის ბაღი გინახავთ თუ არა? თქვენ ახაურებით წარდახდებით ხოლმე. თქვენ ზედმიყოლებით რეგიონი ჟარით ეს თქონდა და დაუნაცვლებლობისაგან მოგდით. მე მგონი თქვენს კიცით რა არის ცივილიზაცია, ასოციაცია, არგუმენტაცია, ფილოსოფია და კასაცია გეცოდინება და მაგრამ არა უშავ თქვენს გაიწურხნებით. მადლობა ღმერთს, აფიცრობა და ჩინოვნიკობა მრავლად მოდის რუსეთიდან თქვენს განსანათლებლად. ესე იგი იზლერის ბაღი არ გინახავთ. გინახავთ. მაშინ თქვენ განათლებულებში ფეხი ჩაგიდგა. იზლერის ბაღი, როგორი ბაღია? ფერიებით სავსე სამოთხე ეგ არის, აი? ფერიები ხომ იცით რა არის? ეს სამეცნიერო სიტყვა შეიძლება არის. დავევრად რომ თაღმოთ იმას ნიშნავს, რომ ის ბაღი სასიარულე. ხელი გინდა მეორეს, აი განათლებას რა შეუძლია. დენიკალები კი დაინახავენ თუ არა მაშინ მოიმალებიან. პეტერბურგი ეს დიდი ქალაქია ფრიარ განათლებული და იზლერის ბაღიც ამ განათლების გვირგვინია. ეს ისეთი ბაღია, ესეთი ბაღია. მე იმედი მაქვს რომ ეს სამოვარი ამ სტოლზე თქვენთვის დგას. თქვენმა იმედ მარგი მქონდა. და მე იმედი მაქვს როგორც განათლებული ქვეყნიდან მოსული მგზავრი მეც მითავაზებ ჩაისა. არც მათ იმედს გაგიმკუნებთ. რომის რასაკვირველია გექნება. მაგაზე თუ უკაცრავ. თქვენ სომეხი ხართ თუ ქართველი? არა, ქართველი. ქართველი ხარ? ძალიან მიემარო ქართველი ხარ. თუმცა ჩვენი ლერმონტოვი კი ამბობს რომ ისრაელი როკი გრუზინია, მაგრამ ქართველები მაიჯობიანი პოიებს აქვს. პაპიროსები კი რასაკვირველია გექნებათ. შემომერდინე. აბა მას თქვენ ჩაი დაასხით. მერე კი მოუყვეთ სამეცნიერო ლაპარაკს. თუმცა თქვენთვის ნელი იქნება სამეცნიერო ლაპარაკის გაგება, მაგრამ მე სამეცნიერო სიტყვებში გადაშიგ დაბიურად გითარგმნით და ამით სამეცნიერო ლაპარაკის გაგებასაც გადიადვილებთ. თქვენი ქვეყანა მეცნიერის ენით რო ვთქვათ განათლებული არ არის, დაბიურის ენით რო ვთქვათ გაუ ნათლე დელია გაუნათლე. ახლა იქიდან დავიწყოთ რომ თქვენი ქვეყანა განათლებული არ არის, ესე იგი თქვენი ქვეყანა ბნე, ესე იგი თქვენი ქვეყანა ბნელია. ახლა რა იქიდან დავიწყოთ რომ თქვენი ქვეყანა განათლებული არ არის, ისიც უნდა ვთქვათ თუ განათლება რა არის, მე ამას მაგალითებით გაგიხსნით. წარმოიდგინეთ ბნელი ოთახი, წარმოიდგინეთ თუ არა? წარმოიდგინეთ. არა, იქნებ სადმეთი პანჯარა ღია დაგჭერთ, ისიც დაკეთეთ. გავკეთეთ. ძალიან კარგი. რაკი პანჯარა დაკეთეთ, პარდა ჩამოაფარეთ. ჩამოაფარეთ, რაკი პარდა ჩამოაფარეთ. ოთახში დაბნელ და ვერ არაფერს დაინახავთ. უეცრად შემოიტანეთ სამთელი, განათლება ოთახი, განათლებას ეს არის. არც ეს პაპიროსია ურიგო. პეტერბურგიდან იქნება. არა, ვლადიკავკაშივილი. ექსულერტია. ახლა ხომ გასწრით განათლების მნიშვნელობა. დავწერთ. ჩვენში ცივილიზაცია როგორ მიდის? მაგაზე ვერაფერს გეტყვით. დიდი ხანია ჩემს ქვეყანაში არ ყოფილი. ახლა შევიტყვით როგორ მიდის. რამდენი გენერალი გეყოლებათ თქვენ ქართველებსა? ნებას 20-ოდე მოგროვდეს.
მოციოდეო? დიახ. ეს დიდი საქმეა. ერთი მუჭა ხალხი და 20 გენერალი? ვერ შემოგატანოთ თქვენ დიდი ცივილიზაცია ქონიათ. ბარაკალა მართლმადიდებელ რუსეთს. სადაც კი ფეხს დგამს, დაამყარებს ხოლმე ცივილიზაციას. დიახ. რამდენი წელია რა რუსეთი აქ შემოვიდა? 70. 70, ესე იგი, თუ თქვენში ცივილიზაცია მასე იარა, 70 წლის უკან კიდევ 20 გენერალი მოგემატებათ, სულ 40 შეიქმნება დიდი ცივილიზაცია. არა, მე ნამდვილად არ ვიცოდით. ან საიდან და შემეთქვა, სულ არ იქნება 3 წელიწადი, რაც თქვენს ქვეყანაში ვარ. ისე სწორად მოგახსენოთ, არც დრო მქონდა, რომ თქვენი ქვეყნისთვის სამეცნიერო თვალი დამკვირვებინა მე საოსტატოსაგანს გამოვეკიდე. ბევრი ვიციე. ისტორიების ბოლომდე წავიკითხე და ჩემი დროს უამ სამეცნიერო საგანზე გადავაგე, მაგრამ ფუჭა თარწახდა ჩემი ღვაწლი. სამომავლობა მივიღონებ სამსახელსაც. რავი მოქმედე. რავი მოქმედე. ადმინისტრაცია რავი მოქმედე. რავი მოქმედე და აი ბატონო. რუსეთში მე ბატონო ერთხმები ჩამოვარდეს. მე ბატონო ეს ბიჭი აღარ შევჭა მოჯამაგირეს ამარა დარჩა შეწუხდა ხალხი. მოჯამაგირებმა დაუწყეს ყველაფერს სახში პარვა და მე როგორც გუმკივნეული შვილი ჩავფიქრი ამ ჩემი ქვეყნის უხარებას პირომ ოტარუჩი ენ ქვეყანაშველა უნდა მეთქი და მადლობა ღმერთს უშველე ისეთი რამ მოიგონე რომ მოჯამაგირეს სახში პარვა აღარ შეუძლია. სხვა შემთხვევაში უკრავო შემთხვევა მოგონდა მე სამალი. შენი დენშჩიკი პრიად დიდი ქურდი იყო. საშაქვეში შაქარს გადატოვებდა, ვიფიქრე, როგორ უშველობებთ ამ საქმეს დავიწყე ყუთის დაკეთვა, მაგრამ ხან ყუთის დაკეთვა დამავიწყდებოდა, ხან დასახების პოლზე დამრჩებოდა, როდესაც შინიდან გავიდოდი, დენშჩიკი შაქარს პარავდა. ბოლოს ავიღე ორი ბუზი დავიჭირე. ჩავსვი საშაქრაში თავი დავახურე და არ დავკეტეკი. ახლა კითხავთ რისთვისო. იმისთვის გიპასუხებთ მე რომ თუ კი დენშჩიკი კიდევ შაქრის მოპარვას დააპირებდა, უთი ხომ უნდა გაეღო. რაგი უცთავ სახთი და ბუზები მაშინ ამფრინდებოდნენ. მე როდესაც მოვიდოდი უცთავ სახთი და ნახავდი რომ შე ბუზები აღარ არიან, აშკარა იქნებოდა რომ უთისავი აუხტია ვინახტი და თუ არა ჩემი დენშჩიკი, რაგი მე ეს მოვიგონე დენშჩიკი შაქარს არ აყვა. ახლა პოგელგილით ჩაის გავაცალებ თუ არა ოთახში ბუზებს ვიკერ. დავიკე რომ ბუზს ჩავსვავ სახლის კუჩში, თელი გარხენა გავარნე, ვერანი ვერაფერს ვერ ამხარ. როგორ მოგწონთ ჩემი აზრი? იაფი და კურდობის უებარი წამალია. სპოტაშორის ეს წამალი ყველაფერს შეიხმარება, რასაც კი ჩვენს ოჯახში კურდებში ვინახავთ ხოლმე. ისე საზრდი არავისთვის არ გითქვას, მაგრამ მე ისე მომწონს თქვენი ქვეყანა, რომ თქვენ გაგირშავნეთ და ვთხოვთ თქვენს გაუნაცვლებელ მებატონეებსაც აცნობოთ. ერთი ეს არის, რომ ამ არგის კურდობას ჯერ ვერ აუშველე რა იცი. არა, არგის ბოთშიაც წადე ბუზები, მაგრამ ეს სხეულები შეგიხჩობიან. გუბა ნედურა. მაგრამ არა უშავს, მაგის წამალსაც მალე მოვიგონებ. აბა როგორ მოგწონთ ჩემი აზრი? ახლა დაინახავთ, რა შედეგი ექნება ამ ჩემ მოგონილ საქმესა. ეს ჩემი ოსტატობა რომ მოწევდება, მაშინ შეიძლება რომ ბუზების სყიდვაც დაიწყონ. დიახ, აი ქვეყანაში ახალი აღებმიცემობაც გაშინდება. ჩაევლით ჩვენი ერთ დღეს ერთ ქალაქში და დაინახავთ ბუზების მაღაზიასა. სუდია რამდენი შიერი კაცი ლოკმათი შოვის ბუზების მეოხებდა. ახლა რანი არიან ბუზები არაფერნი? რისი მათთვის არიან არაფრისა? აი! კვიანდა მეცნიერი კაცის ნამოქმედას და ნაღვაც და დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის. ეს მეათარბი მე აქარ მოვდიოდი, თუმცა ბევრს მეხვეწებოდნენ. გულში ვფიქრობდი, რომ თუ კი ღმერთს ნიჭი მოუწია ჩემთვის, ისე ჩემიანებს გამოადგენთ, მაგრამ ამახლად
დაჭერილ ქვეყანას უფრო განათლება სჭირდება, აქ განათლებული კაცები საჭიროები არიან. აბა ცოტა მოიცადეთ რა მოხდება. აი მე ხომ ზევით რო ქვის მოვიგონე. არა ხომ მოვიგონე. ხო ჩემი სხვა მოვიგონეთ. იქნება ისეთი კაცის გამოჩნდეს რომ თქვენს ქალაქში იზრაელის ბაღიც გამართოს. მეცნიერი კაცისთვის ყველაფერი შესაძლოა. ან ყოფითა ფერის პეტერბურგის განათლება აქ გათმოვა. მაშინ დაინახავთ რომ ერთშენიერ დღეს სეირნობა გაიმართება თქვენს ისლერის ბაღში. ამ ბაღში თქვენი ქალები თამამაციარს დაიწყებენ. ინდა ერთ უთხარეს შენი ჩილიმენ. ინდა მეორეს ხმასაც არ გაქცემენ. ხალხი მაშინ დაინახავს თავის სამოთხესა როგორც მეცნიერნი იყვნენ ხოლმე. სამოთხე ესე იგი დავიუროთ რომ ვთქვათ, მაგრამ რა უნდა ვთქვათ? სამოთხე დავიუროთაც სამოთხეა. ადამიანი აღარ შანს ჩემს გარშემო. ის და ადამიანის ფეხის. ორაც საგირია სავსე ქვეყანა ადამიანი. არა წაიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავისი ტანჯვითა და წყლებითა ბრძოლითა და ვაიბაგლახითა. ოი ბნელო ღამე მეჩაღორები შენ მე შენ რომ არ დაარსებულიყავ ქვეყნისთვისა მე მგონია ნახევარი უბედურებაც ადამიანის საქვეყანაზე და იქნებოდა. შენთა მოვლენათა დასცეს პირველად თავზარი ადამიანის ქონებასა და დააღწევს იგი ასაკეთ შეშინებულსა გზათვის ვერ ყოფნა. ოი ბნელო ღამე მეჩაღორები შენ მე შენი კალთის ქვეშ ვინ იცის რამდენი გაბოროტებული მტერი ადამიანისა თავს იმალავს? ვინ იცის სახელმბნელ ფარდის ქვეშ, რომელიც ჩემს თვალს შემოაფარე, რამდენი მჭედელი და მტარვალი ქვეყნისა შედავს სპორტივთა ადამიანის ბედრის შესაჭედად. შენ ახარ ხელშემწყობი მცელობისა, რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან და რომელიც ადამიანის დამფრთხალ გონებას ამ უბედურებას ბედნიერებად მოაჩვენებს. შენ ახარ დრო და შამი უდიანთა სერობსა. Ой, воротко, განვე ჩემგან. დღეო ნათელო, მოვე შენ. გათენდა. რამ შვენიერი რამ ახარ ის სისკარო რამ შვენიერი რამ ახარ ის სრით პირდაბანილო ქვეყანა მე მგონი ამ დილის ყოველი ტკივილი ქვეყნისა უნდა მიყუჩებულიყოს მაგრამ თერგი კვლავ მოის და იბრძვის შანს ქვეყნის ტკივილი და უკუჩავია. გათენდა და გაიხმაურა ქვეყანამ ადამიანის ხმითა. დღემ დაიწყო თავისი დაუდევარი ფაცაფიც. კარგია აღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც წინშიაც არ აზინავს ქვეყნის უბედურებით ულახტკინებულს. ჩემო ლამაზო ქვეყანა არიან ამის თანაშემში მე
მოვნახავ და თუ ვიპოვე მეთაყვანი. გამოვედი სტანციის გარეთ, შევხვდით ერთ მოხერეს, ვიქირავე ცხენი მისგან იმ პირობით, რომ თვითონაც ცხენით გამამხოლოდა. რა გქვიათ, მოგივი? ელდღუნიას მიხმობენ. სადაური ხარ? სადავეალ. გაიმოწმიდა. აქაი მთაჩია თერკიდულზე. ქართველი ხარ თუ ოსი? ოსი რა იკეთე? ქართველი მაქე. კარგი ადგილია ეს თქვენი ადგილი. არა, გუნჯაი. შენ ბეჭაობა შაფერო. ამისთანა ჰაერი, ამისთანა წყალი, სწორედ ბედნიერება. რას იცით? ცარიოს პამაკი მარტო მაგით ვერ გაძღების. რატომ აქ კარგი მოსავალი უნდა იცოდეს? რა იგერეცინებს? ადგილი რა გონჯაი. ეგა პატარა გვაქვს. ვიწროდ ვარ. ეს დიდი გზა დიდხანს მოხდა. რა იბედნაა გზა? გზა იმათთვის ვარ გვაქვს ვისაც თავის ნაშრალ ნამუშევარ გასატან გასასყიდნა. მაშ პირაზე დაგდაგდა? დავდივარ. პირით ბუქსი შევ. შაულობ, მაგრამ დიბაჩი არ ჩების. დისკაცი მახერეს სამხის კერძია. ჭამადის მადის სახში არა. ნაშოვნი ფულ დუქანში. მაშ ისევ ბარის ჯობნებია იქ ხალხი უფრო მაძღრადა. ვინ უწყის? იქაითაც საკიბოროტოია დარჩენა. ადგილი ხაშმობს. იქალკაც ჯანი არა აქვს. ფერი არა აქვს. აქალ ჯამთელარ. სარგულის გამჩენმა ეგრე განაგო. იქაით მაცხოვრობა, აქაით სიმთელე. რომელი ქვეყანას ჯობია, მაძღარი თუ მთელი? ორივერთან. ერთმანეთო ქვეყანა გონჯა. ორში რომ ერთი ამოგარჩევინო. ორში და არჩევანზე. ამღორიან კლდეთ ვიჯობდი, ჯამთელია. ადამიანის ძეი თუ გაკირდის ბალახითაც გაძღების. სადგივარს რა ეტყვის? არც არა. ერთი ის მითხარი თუ ღმერთით ძამს. აი სტეფან წმინდის პირდაპირ. რა მონასტერი? თერგავ. წმინდა სამების საფარია. უწინდელ განცდა საცავი. ერთა საბჭო. როგორ თუ განცდა საფარი, ერთა საბჭო. ქართველ მეფეთა განძი აქაით უფარავთ ტრიანობას. ცხეთაით საუნჯეს საფარად აქსიდულა მრავალჯერ. საბჭოა. საბჭოი აქაით არსენაკ სად სამართალ ჭეთაგანი ბჭოდის. რაიცხევში მძიმე საქმე ავარდის. მუნი ბჭოდის. ვერ მეთქვი როგორ იყო ბჭობა, ბარაზე უფრო მოხდებოდა ხოლმე. რაით ვერ გეტყვი? რაით ცუჩი შეგასმენ? როდესაც ასტყდის ერთობაში დიდ დავა, დიდ არჩევანი, დიდ საქმე, ერობას აქაით გამართვი. ამაირჩივდნენ ჭედა, ბრძენ მოხუცკაც პეიტრობით სახელგანთქმული, დასდებოდნენ აქაით სენატში ბჭობად. რაიც მერე წმინდა სამების სახელით ღვთისაგან მათხოვნილ მადლით იგი ბჭენ, თქმიან გადასჭირდიან, ვერავინ შეშლიან, ვერავინ გადავლიან. შენ თუ შესწრები ხარ მაგისთან ბჭობას? მე საით შევესწრებოდი. ადრე და თქმულებას გიზრახ. ეხლა რატომ აღარ არის ეგ?
აწინა შერე იმილეთისა ქართველი ვარ, განაერ შემახდა. ეჩერი ალავერ არა ქართველთა უცოდ მოდი კაც ქართველობა მარტო განსამოსად ეთყობა? თვალთათვის სათყობა სამოსელა არ ენა და საუბარი? ქართველთ ენად ბევრი საუბრობს ოვსით, სვამეხით, თათარით, სვამილეთით განსამოს ქართულისას კი ცოტა იცმედა რა. ქართველ ალავა სვაიერი აქვს ქართველი გულით უნდა ქართველობდეს, თორემ განსამოსი რა არის? მართალი ხარ, მაგრამ გულში ვინ ჩაიხედნის? გული შიგნით არ, უხედველ, ალავერ გარეთ არ, სახედველ. გამიჯერეთ, თუმცა მე უცხო განსამოსი მაცვია გულით ქართველი. იქნები? ზევანდელ ჩემს კითხვაზე პასუხი რომ არ მომეცი. მეკითხე, ერთლა რა მაგარ გჭობენ მეთქი სამების სენატში. აწინა, ერთ. აწინა ერობასა დღა ყველაიგა ცუდის ყველაიგა ფუჭი მაშ უწინდელი დრო უკეთესი იყო? რაიდა რით იყო უკეთესი? ადრიდა ავა თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს მითიქვის უკეთ ადრიდა გული გულობდის ვაჟაი ვაჟაბდის ქალაი ქალაბდის ადრიდა აწინა ერობა დაიშალის მეცავ რუშობაი ჩამოვარდის ხარბობაი ანგარნი გვერივნის ტრობა ძარვაი გახშირდის ერი დავარდნილ გალახულარ თომი ახთა ქართულთა სახელი ქართულთა წერხობაი აწინა შენობა იყოს ახთა მაისრა ქვეყანაი ჭამაცმაც სასხიდვა დღეი სასხიდვა ლოცვა უთხევა სასხიდვა სამართავ სასხიდვა რაიდა ჩემს ბეჩავი მაქერე ახლა რომ მშვიდობა არის? ეისმა თნევ ცარიერ მშვიდობას ცარიერ სვამათი რაია მშვიდობა უხმარ სატევარს ჟანგი მაეგვის უსებოლო თალში ვაფაყნი ჩუაჩუაი ხმძრომი გამრავლდის უდაგარ უსონა ქარჩიკი კალმახიtis რაიას მშვიდობა თუ აცთათვის რაიას მტერობა თუ ერიერობს სარიე მშვიდობა მიწაჩიტვეყოფის მართალია თუ არა ჩემი მოხევე მე მაგის გასინჯვაში არ შევალ ან რა ჩემი საქმეა მე გაკვირით როგორც მგზავრი ვიხსენიებ იმას რაც მისგან გამიგონია ჩემს და მარტო იმაშია მისი აზრისათვის მისივე ფერი შემერჩინა და მისი სიტყვისათვის მისივე გირო თუ ეს შევასრულე ჩემი განზრახვა შემსრულე ჩემმა მოხევემ მე სხვაც ბევრი რამ მითხრა მაგრამ ყოველი მისი ნათქვამი დასაწერად არ გამოდგება შემთხვევისა გამოსვლისა და სხვისა. მიგიხდი შემომოხევებ რა ნესტარითაც ხარ ნაჩხლებ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს სოსტკი შენ და მე გავიგონე მაგრამ გავიგონე თუ არა რაღაც უეცარ მატკივილმა ტვინიდამ უგამდე ჩამირბინა იქ გუქში გაიხარა სამარი და დაიმარხა როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გუქში როდემდის ო
როდერნის ჩემო საყვარელო მიწაწყალო